და კულტურის თემას მოკლედ ავტოვებთ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას დარბაზში გუშინ თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ესტუმრებიან. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალი დღეს დაიწყება და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 7 წლის განმავლობაში ფესტივალმა შეძლო რომ დაიმკვიდრებინა საკუთარი ნიშა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, რაც ძალიან სასიხარულო არის. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის კლასიკური მუსიკის განვითარება პრიორიტეტია, ამიტომ ის არის ტრადიციული მხარდამჭერი ამ ფესტივალის. წელს ჩატარდება 4 კონცერტი 13-ში, 15-ში, 16-ში და 18-ში. და შესრულდება პირველი კონცერტი ეძღვნება ბატონ დიაყანჩელს მისი 80 წლის იუბილეს. პირველ კონცერტზე შესრულდება მხოლოდ მისი ნაწარმოებები. არა მარტო კონცერტების სახით გაიმართება ეს ფესტივალი, არამედ არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კონსერვატორიის სტუდენტებისა და სამუსიკო სკოლების მოწაფეებისათვის მიიღონ უფასო მასტერკლასი მოწვეული სტუდენტების მიერ. ასევე დავითარ გადაშვილი